მოგესალმებით, გიბრუნდებით 76 ეპიზოდით სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა და ძალიან გაბრაზებულები, იმედგაცრუებულები ვართ. შვიდიანი თრო იწყება. სამწუხაროდ იმათელში მოხდა. ბექასთან რეზისთან ერთად ვიმყოფები მოკლედ და ბიჭებო, როგორ ხართ მეთქი არ გკითხავთ, იმიტომ რომ ორი დღეა ძალიან გაბრაზებულები ვართ ქართული გუნდების შედეგებიდან გამომდინარე და იმ დაგვირგვინებით, რაც ხუთშაბათს ვნახეთ, თუმცა შევიკრიბეთ, იმიტომ რომ ვისაუბროთ ბუნებრივია ამ თემებზე, რა მოხდა, როგორ მოხდა, ამ ჭირს პრინციპში დიდი ხანი უკვე შეჩეული ვართ, მაგრამ რადგან ყოველი წელი ერთმანეთზე უარესია, ბუნებრივია ჩვენნაირი გადაცემების თავარი საქმეც ეგაა, რომ ისაუბრონ ასეთ თემებზე. რას მეტყვით, აბა? როგორი სიამოვნეთ? ალგირისის უსიამოვნებარი რომ ყოფილიყავი ალბათ. მე-9-ზე. ქუჩაში ვიდეოს კლასიკური ჩვენი აღნიშვნა რაცა სიგნალები რაღაც დიდი, მაგრამ ეგრევე ვერ ვიქნებით ამ შემთხვევაში და აბსოლუტურად ამოუხსნელია. ყოველთვის ხო ისმის შეგითხრა რომ აი ამაზე ცუდი რა უნდა ვნახოთ და პრობლემა ისაა რომ მაინც ხედავთ. აბსოლუტურად ამოუხსნელია პირდაპირ თამაშზე რომ დავიწყოთ. სანამ თამაშზე დაიწყებ ჩვენ მაყურებელს უთხრათ რომ ვიდეო დაალაიქონ და ჩვენი არხი გამოიწერონ. სოციალურ პლატფორმებზე გამოყვენ იმისთვის რომ შეიტყონ სიახლეები ქართული და არა მხოლოდ ქართული გუნდების შესახებ, რაც შეეხება ჩვენს ლოკაციას, ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცეში ვიმყოფებით და მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მეგობრებს იმისთვის რომ გაძლევენ ამის შესაძლებლობას, რომ ჩავწეროთ საინტერესო განაცემები. წავიდეთ ახლა ნელ-ნელა თამაშზე, მიუხედავად იმისა, რომ იმ 4-დან უკვე 3 გუნდი გავარდა და რაღაც მომენტში ალბათ შევეხებით გორის დილას და ტორპედოს გამოსვლასაც, იმიტომ რომ ესე პოდკასტის რეჟიმში ამ თემებზე საუბარი არ ქონია, მაინც დინამო თბილისით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ რაღაცა აღმასვლის შემდეგ დაღმასვლა ყველაზე დიდი სწორედ დინამოს ჰქონდა და მე მგონი რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობს შიში იმისა რომ შეიძლება ვიღაც გუნდმა დაგიქამბეკოს, მაგრამ როგორ დაგიქამბეკებს და ვინ დაგიქამბეკებს, მაგასაც მნიშვნელობა აქვს. ხო არ მოგვატყუა აქ. აი მაგას ეგეც განვიხილოთ ხო, აქ რა თამაში იყო, ვილნიუსური გუნდი როგორ მიუდგა ამ თამაშს. აი ეგეთ რაღაცებზეც ბუნებრივია ვისაუბროთ, იმიტომ რომ ლოგებში ჩვენ მაინც მატჩის ანალიზის შესაძლებლობა ნაკლებად გვეძლევა და ანუ ამოვარდნა იყო დინამოს ეს თამაში ხო, სახლში. სახში ეგეთი იმიტომ რომ წინა იმაში მონდორფთანაც გაუჭირდა ხო? ნუ იდეაში მონდორფი ხო უფრო სუსტი გუნდია, ვიდრე ჟალგირისი ხო? ხო. და მონდორფთანაც აშკარად გაუჭირდა, ნუ დამატებით დროში გადაიყვანეს თამაში და დამატებით დროში გავიდნენ სახლში წააგო ხო. მაგაზე კიდევ ძალიან ბევრი რაღაცის მსჯელობა შეიძლება რომ აი მაინც ახალი მწვრთნელი, კრიტიკა, დიდი მოლოდინები, რომ აი მაგალითად ქეძბაია რაც მოვიდა იმის მერე რომ აი ხალხი მიბრუნდა, მეტი მოლოდინი გასდა, მეტი სურვილი და მადამაც მოიმატა რომ უკეთეს შედეგები უნდა დავდოთ რაღაცა და რაღაც ვარიანტში შეგიძლია იმაზეც დაბრალო რომ აი პირველი ეტაპის გადალახვის წნეხი რომ აი სიცხვილი ავჭამოთ და პირველი ეტაპზე არ გავარდეთ მით უმეტეს მონდორფთან რაღაც პრაგმატული მძიმე თამაში რომ იმ მომენტები გამოვიყენოთ მაქსიმალურად და გოლი არ გაუშვათ დაცვაში ხო მაგას კიდე რაღაცნაირად გაიგებ. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ დინამო რაც იყო სეზონის განმავლობაში აგებდა თამაშებს ძალიან მარტივად, ბრძოლველად ქონდა დიდი პრობლემა როგორც შემადგენლობის მხრივ, ასევე თამაში არ ქონდა გოლს ვერ იტანდნენ, ქონდა რამდენი 0-0 გადავიღეთ ჩვენ დინამოსი როცა ხო, ნუ კაკაშვილის დინამო იყო გუნდი, რომელიც გასავარ ზონასთან ტრიალებდა რეალურად და 11 ფულა იყო ჩამორჩენა ლიდერთან. კი. ეხლა არის რაღაცა სწორი პროცესები წავიდა, გუნდს რაც ვთქვათ, მწვრთნელის ხელი დაეთყო, უფრო გამოცდილი მწვრთნელის ხელი დაეთყო, რომელსაც აქ ნამუშევარი დიდ ფეხბურთში იქნება ანორთოსისი გაიყვანა ოლიმპიაკოსის მწვრთნელი იყო, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო და მეტად ბევრი გამოცდილება აქვს და იცის თან ხისტი არის თემურ ქეძბაია და იცის როგორ მოიყვანოს რაღაცა ფეხბურთი. როგორ მართოს გასახდელი იცის. კი. და რაღაც დაემსგავს დინამო იმსეთ გუნდს, რომელსაც შეუძლია რომ რაღაცა იმედები გქონდეს, რომ აი მაგალითად აშენდება, რაღაცა გამოვა თამაში. მაგრამ ეს ისეთი წერტილი არის, რომ ყველაფრის ალბათ სრულს გიკარგავს, მუღამს გიკარგავს. არ შეიძლება ესეთი რაღაცა რომ მოხდეს. მით უმეტეს არ იცი ეს რას უნდა დააბრალო, იმიტომ რომ ჩემს ალბათ ეს არის რაღაცა კოლექტიური დიდი პროცესის ნაწილი, სადაც ამ პროცესში არაფერი სწორად არ გაკეთდა და ფეხბურთი არის ეგეთი რაღაცა, რომ როცა ფეხბურთს არასწორად ეპყრობი, აუცილებლად დაგსის და ალბათ
დინამო რადგან საქართველოში ყველაზე დიდი გუნდია, ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და ეს გუნდი ასე არასწორ რაღაცებს აკეთებს ალბათ რა კი როგორც მენეჯმენტის კუთხით ასევე მოედანზე ასევე მოედანს მიღვა ყველაზე მძიმე სასჯელი დინამოს აქვს 6-1 კლაქსვიკთან ეხა წააგო 7-2 ჰამრუნი აიდე აქ ის ვინი მორნარი მონტენეგროული ანუ აბსოლუტურად ბევრი გუნდის ისტორია დაწერა დინამომ როცა თავისუფლად შეეძლო რომ ამ პოზიციაში და კიდევ უფრო მასხარის პოზიციაში არ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში მასხარას გულისხმობ რომ როცა იმ ამბიციით მიდიხარ რომ დასაცენი გუნდის ხო იმიტომ რომ 6-1 ანუ რაღაც ისტორიაა სახელი გაქვს თასების თასი რომელსაც დღემდე ასე მივსტირით რაღაც და უცებ გამოდიხარ და ორი დღის შექმნილ გუნდებთან აგებ 6-1 7-2 აიდემ ერთმა ფეხბურთელმა მოგვიგო საერთოდ სანგატე იყო მე გაიკეთა იმ სანგატემ კარიერა დინამოსთან თამაშის მერე გადავიდა თუ სწორად მახსოვს ავსტრიაში თუ სადღაც გადავიდა მოკლედ ყველამ ანუ ისტორია კარიერა რაღაც ყველაფერი დინამოზე გაიკეთა რუბინჰუდია არიგებს იცი რა ევროტურნირების დასაწყისში რომ ვიღაცას ეკითხა გჯერა თუ არა რომ დინამო ევროტურნირზე გავა ჩემი პასუხი ცალსახად იქნებოდა არა იმიტომ რომ ჩვენ გადაღებულიც გვაქვს და დასწრებული ვართ თამაშებს რა დინამო ჩაიბარა ქეცბაიამ კაკაშვილისგან ეგ იყო გუნდი რომელიც რეალურად საქართველოს ჩემპიონატშიც კი იბრძოდა ჩემპიონატში დასარჩენად უმაღლეს ლიგაში დასარჩენად შემდეგ იყო ის რომ ხელშესახები პროგრესი თემურ ქეცბაიას გუნდში მოსვლის შემდეგ გულისხმობ თამაში გამოსწორდა გუნდი უფრო რაღაცა მობილიზებული და შეთამაშებული გაიჩითა თითქოს უბრალოდ არის განსხვავება იმის შორის როგორ გამოვარდა მაყურებელი მივიდა მაყურებლის თემაც მე ცალკე უნდა გავიარო აუცილებლად უბრალოდ ნახეთ დინამო რომელმაც რაღაც დონეზე ფეხბურთის თამაში დაიწყო ტრანსფერების გაკეთდა და ასე შემდეგ თუმცა ძალიან დიდი განსხვავებაა როგორ გავარდები და ვისთან გავარდები. ეხლა აქ რო შეხვედრო და დინამო თბილისის, რა ვიცი, აიაქსი, ბენფიკა, მსგავსი დონის გუნდი, იმასთან 7-2-ის წაგება ჩემი გადმოსახედიდან მან დაწეხავს უბრალოდ ვისთან აგებ და როგორ აგებ, მაგას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ის პრობლემები, რომელიც თბილისის დინამოს სავარაუდოდ აქვს, არ არის მხოლოდ ერთი ფეხბურთელებში და არ არის რაღაცა სათამაშო ტაქტიკაში. ანუ ეს რო ეხა ეს მარცხი ავიღო და ქეცბაიას დავაბრალო მე ვფიქრობ რომ არ იქნება სწორი. მეორე მხრივ არ იქნება არც ფეხბურთელებზე დაბრალება. ეს არის დინამოს კომპლექსური პრობლემა და რეზი წერდა ზუსტად ჩატში თამაშის მიმდინარეობისას რომ ეს არის პრობლემა პირველ რიგში ალბათ ფსიქოლოგიური. ხო, ანუ ლივერპული რეალის თამაში რო იყო 5-2 რომ მოგო რეალმა. 2-0 რო იგებდა ლივერპული, ხო მე მგონი. აი მაშინ კლოპმა თქვა ზუსტად თამაშის მერე რომ აი მენტალურად ჩამოიშალაო გუნდიო და ამას ხედავდიო რა. რაც დაემართა თუ. აი და ახლა რაღაც ეგეთი არის ახლა ლივერპულის არ უშვებს ხოლმე ფილდზე 5-5 გოლს ხო? მაგრამ არის რაღაც მომენტი როცა გაითიშება რაღაც სისტემა მთლიანად გამოირთვება. ხო მთელი ტრაგიზმი ზუსტად ეგ იყო ამ გავარდნის რომ რაღაც გლობალურ პროცესებს რომელიც იდეაში უნდა დაძრულიყო თითქოს წინ ამას უშლის ხელს რომ თქვათ მაყურებლის სტადიონზე დაბრუნება ეხა კიდევ უფრო გაჭირდება. ვთქვათ ფულის ჩადება ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო გაჭირდება ანუ ბიზნესმენების მხრიდან ისინი კიდევ დაფიქრდებიან რომ მიღირს მე რომ რაღაც მე ამ გუნდმა 7-2 წააგოს და ყველა მე მლანძღოს რომ შენ დაღუპე აგერ რაღაც ქართული ფეხბურთი და რაღაც ხო ესეთ პროცესებს ურტყამს ძალიან ცუდად და ნუ შესაბამისად მე უკვე ართულებს ფეხბურთის ზოგად პროგრესსაც ხო საკლუბო ფეხბურთის სხვათა შორის აი თემურ ქეცბაიას წასვლაზე თუ დარჩენაზე ბევრი იწერება კომენტარებში ბევრ სოციალურ ქსელში და იცი რა მე ვფიქრობ რომ ქეცბაიას უპირველეს ყოვლისა გაანალიზებული ქონდა ის რისკი რომელსაც იღებდა თბილისის დინამოსთან კონტრაქტის გაფორმებით და ყველაზე დიდ პრობლემად რაც მიმაჩნია გასაგებია რომ ევროტურნირები ახლოვდება და ყველა ქართული გუნდი ემზადება ფეხბურთელების ხრო პირველ რიგში და გასაძლიერებლად მაგრამ ეგ არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაც რა არ შეიძლება ფეხბურთელი ევროტურნირისთვის დაიმატო მნიშვნელოვან თამაშამდე 3 დღით ადრე. აი გრიზლი ამბობს ხოლმე სულ რომ ელემენტარულად იმ 25 კაცის თანაგუნდელის სახელი მაინც ხონა დაიმახსოვრო და როგორ გინდა ეხა შენ ჩამოხვიდე რაღაცა კვიპროსის ჩემპიონატიდან მაგალითად და მეორე დღესვე ითამაშო მნიშვნელოვან თამაში. ან იგებდა მაგარი ტიპი ხარ, ან აგებდა დაღუპული ხარ. ხო, აი ეგ ფეხბურთელის გადმოყვანა ესე მარტო ის არ არის რომ თანაგუნდელებს უნდა შეეწყოს, ხო? ის გადმოდის სხვა ქვეყანაში, ენა არ იცის
სახლი უნდა იშოვოს, მაღაზია უნდა გაიგოს საჩავიდეს, ოჯახი თუ მოყავს, ბავშვისად შეიყვანოს. ანუ ის ჩამოდის თავის ყოფითი პრობლემებით, რომელიც მას მოსაგვარებელი აქვს და ეს ყოფითი პრობლემები იმ სამ დღეში არ ქრება, იმ სამ დღეში უწევს მას მოგვარება, როცა თამაშიც უწევს, ხო? და ამის პარალელურად უნდა იფიქროს თან თამაშზე, ხო? ანუ ფეხბურთი ხო არ არის მხოლოდ ამ ადამიანის ცხოვრება, ანუ რა თქმა უნდა, ანუ მოედანზე არ ცხოვრობს ეგ ადამიანი რა, ჩვეულებრივი ცხოვრება აქვს. ხო, რომელიც საერთოდ ახალგაზრდ გადაგსვან სხვა ქვეყანაში უცებ. შეგო რამდენი რაღაც მოგვარება მოგიწევს, იქ იგივე უწევს ზუსტად იმ ფეხბურთელსაც რა. და ამის გაკეთება როცა უწევს ერთ კვირაში, იმისგან რაღაცა დიცელო და იმიტომ რომ ის ფიქრები კიდე სხვა თემებითაც არის. დაკავებული და პლუს ნუ ცხადია, ხო ხა ერთ კვირაში ვერავინ ვერ შეთამაშდება ვერავისთან. რა თქმა უნდა და მეორე მხრივ რაზე ქართველ ზოგადად და რა თქმა უნდა, გითხო ქართული მწოდნე არ ჩამოდის აქ არავინ, ხო? და იგივე ხდება რეზი როგორც მომსვლელებზე, ისე წამსვლელებზე. ჩვენ ერთი წლის წინ ზუსტად როცა სანდრო ცნობელაძე ყავდა გადაცემაში, ვამბობდით, რომ გასაგებია რომ საფეხბურთო პრაქტიკა სოფლიოში ზოგადად რომ ფეხბურთოს კონტრაქტს უფორმებენ კონკრეტული წლის 30 ივნისამდე, ეს იმიტომ რომ 1 ივლისს უკვე სატრანსფერო ფანჯარა იხსნება და ფეხბურთელს შეუძლია წავიდეს და წამოვიდეს და უბრალოდ თუ ჩვენ პირიქით გვაქვს ჩემპიონატი, მაშინ როგორც მინიმუმ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ფეხბურთელი ზედ ევროტურნირის წინ არ გაგვექცეს. ხო და ვალდებულება კონდეს იმ ფეხბურთელს, რომ იცი რა, მე ზაფხულში მიწევს ევროტურნირის თამაში და შენ თუ ჩემთან ხარ, თუ ხელფასს იღებ და თუ რაღაც პასუხისმგებლობა გაქვს კონტრაქტზე გაფორმებით, ესე იგი იმასაც უნდა იყო პასუხისმგებელი, რომ ევროტურნირის წინ არ გამექცე. აი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, იბერიას ხალხო რამდენიმე დღის წინ გაექცა ის მარჯვენა მცველი. ზოხური, გაიყიდა. ეგ ნორმალურია მითხარ. მინდა ზოხურის ბრალი არის. იცი რა ბექა, არ გეტყვი. ითხოვდა წასვლას, ხო? აი მე გიჟივით ითხოვდა წასვლას, რომ ოღონდ აქ არ დავჭირებოდა. გასაგებია, იმიტომ რომ წავიდა მე მგონი. ხო და ზამთარში არ გაუშვეს, ეხლა გაუშვეს. მაშინ ზამთარში გაუშვე ჯორი. მაგრამ ნახე ზამთარში თუ ითხოვდა ეგ წასვლას, მაშინ ხო ქონდა გუნდს რაღაც პერიოდი, რომ შემცვლელი მოეძებნა. ქობულაძე არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფეხბურთელია გიორგი ქობულაძე, არის საადარიგოთა სკამის კაცი. მთელი სეზონის განმავლობაში სკამზე იჯდა, როცა ჯინჯოლოა დაიმტრეოდა მარცხნივ იდგა, როცა ზოხური ვერ თამაშობდა მარჯვნივ იდგა. ეხლა უკვე გამოდის ის, რომ იბერიას მარჯვენა მცველი არ ყავს, უწევს საადარიგოთა სკამის ფეხბურთელის დაყენება. და რა? კუცია. რა კუცია? კუციასაც შეუძლია იქნება. ხო, მაგრამ ხა კუცია მარჯვენა მცველად მე არასდროს არ მინახავს და ეხა ევროტურნირზე თუ დადგებას აღოლს მაო კუციას. და მეორე ისე ტრანსფერების თემა მაგალითი რომ მოვიყვანო, იგივე იბერიას არ ყავს მესამე ცენტრალური მცველი. სელიმოვიჩი ან რაგვარი ის მეორე ამისულაშვილი რო დაიმტრენა ყვითელი მიიღონ, შემცველი არ ყავს. არის 19 წლის ბოჭორიშვილი საადარიგოთა სკამს. ნინოასაც მოუწია ეგრეთ ცენტრალურ მცველად თამაში. არიყო კარგი სანახავ. დინამოს შემთხვევაში აი ქეცბაიას მაგას დავადანაშაულებდი რომ ნინოას ცენტრალურ მცველად და იქ გასამებაში აი როგორ რაღაცა იყო ისი რაც ინგლისი არგენტინა რაც გინდა სამი ამხელა ტიპი თუ თავზე ვერ მოიგეს ბრძოლა და ანუ იგივე შეცდომა დაუშვა ნინოა დაცვაში დახევა იყო ალბათ პირდაპირ ხარაგირი იყო და ჯაბაკანკავა რატო არ შემოიყვანა ეგ გამიკვირდა კიდე ცოტა ალბათ არა ალბათ შეიძლება რავი გურიასთან კი ითამაშა ჯაბამზა შეიძლება ხელოვნურ მოედანზე კიდევ ტრანსფერებზე ძალიან ბევრი პრობლემა პირველ რიგში პერიოდი იმიტომ როცა ჩვენი ჩემპიონატი არის ასე ვთქვათ პიკში შედის მაგ დროს სხვები ამთავრებენ იმ რაღაცა უდიდეს ციკლს 1000 თამაშით რაღაცა და მაგ დროს ფეხბურთელების აგენტებიც, ქართველი ფეხბურთელები, ქართველი საქართველოს მოთამაშე ფეხბურთელების აგენტები ჩამოკიდებულები არიან ტელეფონებზე და ცდილობენ რომ წაიყვანონ. ეხა აი ღმერთმა არქნას რომ ის მოხდეს, რაც ეხა იწერება დადიანს რომ დადიანის სამსახურთან 9 მილიონს იხდის ბელგიური გუნდი. ეხლა რა ხვალ რო გავიღვიძო და ნახო რომ დადიანი გაიყიდაო ну სიგიჟე იქნება რა ეგ იმედია არ დაიმართება მესმის რომ ევროპაში თამაში ყველას უნდა ძალიან კარგია უბრალოდ ეხა მაგაზე სავარაუდოდ ის მოხდება რომ თუ გავიდნენ ევროტურნირებს ვითამაშებს აქ და მე ზამთარში წავა ძალიან მეეჭვება ეგ რომ მოხდეს სიმართლე გითხრა ანუ ერთ ოკეი გავიგე ლარნეს თამაშის წინ არავინ არ გაყიდის მაგას რავი ზოხური თუ გაყიდეს ახლა ზოხური ძალიან კრიტიკული სიტუაცია იყო და იქიდან გამომდინარე რომ აი ფეხს აღარ გამოვადგამ სახლიდან და არ ვითამაშებ და რაღაც ეგეთი სიტუაცია იყო და ახლო თან რა არის ისი მე მგონი საფრანგეთის პირველ უმაღლესში წავიდა ხო ლიგა 1-ში წავიდა რეიმსი უმაღლესშია ნეტა თუ მეორეშია არა მეორეში ნაკლებ ხელფასზე წავიდა რეიმსში იმიტომ რომ უბრალოდ აქედან გაქცევა უნდა და მესმის კი არა ზოხურზე ხა ეგ პრინციპში ის რომ საქართველოს ჩემპიონატიდან წასვლა უნდა ფეხბურთელს არ მიკვირს უბრალოდ თვითონ გუნდის პოზიცია აქვს ჩემთვის კითხვის ნიშანს რაც აჩენს რა ხო ძალიან ბევრი კომენტარი იწერება და კიდე აი გუნდს აუყარეთ ფსიქოლოგი და მან პრინციპში მე ვარ მეც იმიტომ რომ მათეო აწაძის გოლის შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ
ფსიქოლოგიურად ჟალგირისი უნდა განადგურებულიყო და გოლის აღნიშნა ვერ დაამთავრა ჩვენება გაგვიტანეს და მე აი მართლა ფერიარედო რო ამბობ ფერიარედო დინამოს ფეხბურთელებს რო ამბობ ეგრე იყო რომ აი გუნდი ჩამოშლილი იყო და როდესაც შენი მეტოქე ეგეთი შეშინებულია ბჭყალებში მაშინ მეტოქე გუნდს გამოსდის ყველაფერი ჟალგირისია იქ თუ მადრიდის რეალია ვერ გაარკვევ იმიტომ რომ ხო ნახეთ რა ლამის სახლებიდან გაგვიტანეს ტიპებმა გოლები იმან მარცხენა ფლანგიდან იმან მარჯვენა ფლანგიდან ეგ ხდება მაშინ როცა შენი მეტოქე პირველ რიგში ჩამოშლილია ფსიქოლოგიურად და უბრალოდ აი იმ პირველ თამაშს რომ მიუბრუნდეთ რამდენიმე სიტყვით 3-0 რომელიც მოვიგეთ თბილისში აი მაშინ რა მოხდა აქ ეგ მითხარით პირველი ის იყო რომ მაგ 3-0-ის გამოხმაურება თელი მოედანი იძახდა რომ ჩვენ ასეთი დომინანტური ფეხბურთი ქართული გუნდისგან ევროტურნირებზე არ გვახსოვს. სურო არავის ეთქვა ბექა მეძველას სიტყვები მარტო აკმა რა. ხო, რეზისეჯი და გვერდით. ხო, და ჩისკოს და მესპანელის პერიოდის. ხო, კაცი რომელსაც დინამოს ყველა თამაში ნანახია კлау. ბოლოს ასეთია. ხო, და მოკლედ რაღაც ეგ იყო ძალიან დიდი სტიმული იყო გულშემატკივრისთვის. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო სტადიონზე. და კარგი ხა ნორმალური. ანუ მე გეუბნების იმ სტანდარტებით რაც არის ხოლმე. კი, იმიტომ რომ მე პარალელის გავლენას ვაპირებ ვილნიუსის თამაშის ატმოსფეროსთან და ეგ მინდა რომ მაგას ვერ შევადარეთ, მაგრამ ქართული სტანდარტებით რაც დინამოს თამაშებზე გვინახავს ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. მაგას ვამბობ ხა კარგი ატმოსფერო ვიცით რაცა. მოკლედ თამაში ყველაფერი გამოდიოდა ძალიან დაალაგებული სწორი ფეხბურთი. აუ სწორ დროს გადაცემა არაზედმეტი ბურთის თრევა დაცვაში ძალიან ორგანიზებულობა უამრავი მომენტი შეიქმნა ოკეი იყო რეალიზაციის პრობლემა მეტის გატანა შეიძლებოდა მაგრამ საკმარის რაოდენ პირველი ტაიმი 3-0 მეორე ტაიმშიც იყო 1-2 მომენტი აი რეალური გოლის გასატანი მომენტი მაგას ქვია რომ აუ ქვაქვაზე არ დატოვე ქვია მოწინააღმდეგისგან იმას ხო ანუ აქ სათამაშო იმაზე იმდენადო ხო ანუ ოღონდ მინდა იცი რეზი რომ მან მეორე პრობლემა არის ანუ ჩვენ სხვა რაღაცას ვხედავთ ანუ გამოდის რომ გულს თამაში ცალსახად შეუძლია ხო მენტალურად ხო და ფეხბურთელში ურე მაშინ გამოდის რომ წვნელშიც და ფეხბურთელშიცაა იმიტომ რომ თამაშისთვის ვერ ემზადება მომდევნო თამაშისთვის ეგრე გამოჩნდა ხო ანუ ფაქტია რომ ამ მუშაობა ერთად კარგად შეუძლიათ თამაში შეუძლიათ ფაქტია რომ ქეძბაია სწორად მუშაობს და სწორი დასკვნები გამოაქვს თამაშიდან თამაშამდე იმიტომ რომ ნამდვილად არავინ არ მოელოდა იმონდორფის თამაშის მერე რომ ესეთი რეალობა დადგებოდა რომ რაღაც პირველი ტაიმის მერე წამოსაწორი რო გაქვს სტადიონზე და შვიდად უყურებ ეგ ძალიან იშვიათი შემთხვევაა ხოლმე ქართულ ფეხბურთში და ანუ მან საინტერესოა მიზეზები შეიძლება მან რამე სხვა დამოუკიდებელი გარეშე მიზეზებიც იყოს ამას ავარაუდოდ რომელსაც ჩვენ აი ეგ ისეთი შემთხვევა არისო რომ აი არის ხოლმე ევროპაში რომ რაღაც გრანდი ვიღაცას დამოცებ წააგებს პირველ თამაშს შეიძლება ვოლსბურგთან რო წააგო რეალმა და მერე დაუკამბეკა ბაიერნს დამარცხდნენ. მაგრამ ნუ იცი რომ ეს უკეთესი გუნდია და სახში ნუ თავის საქმეს ეგ ხო არის ხო ხა ჟალგირის ხო რა ამდენად უკეთესი გუნდი რომ რაღაც უცებ აფსეთი მოუვიდა გასვლაზე და სახში მიხედავს ამას ხო? ხო რა თქმა უნდა ეგ არის. ბილენკი რაღაც ყენდნენ ბილენკის თბილისში ასეთი არის. იცი რა ერთი ის რომ მეორე ტაიმში რაც მოხდა აქაურ შეხვედრაში გასაგებია რომ მეორე ტაიმში ჰქონდა ორი რეალური მომენტი ერთხელ ძელს რომ მოხდა და მეორედ მეკარემ რო აიღო უბრალოდ ბოლო ნახევარსაათში რაც არ უნდა იყოს მაინც დინამოს ჩემი გადმოსახედიდან მეტი შეეძლო რა ნუ კაი არ გავიდა მერე როდესაც პრეს კონფერენციაზე ვიყავით ფაქტი იყო რომ ნუ ნებისმიერ პროფესიონალ მწვრთნელი ეგრე მოიქცევა რა თქმა უნდა რომ აი არაფერი დასრულებული არ არის და ასე შემდეგ მაგრამ მე მომეჩვენა რომ ქეცბაია იმაზე უფრო მეტად არ იყო დარწმუნებული ამის დამთავრებაში ვიდრე usual ხდება შესაბამისად შიში იმისა რომ კამბექი მოხდეს რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობს უბრალოდ ფსიქოლოგიურად როგორ მოემზადები ამისთვის ეგ არის მნიშვნელოვანი თუ გახსოვთ და გეხსოვებათ ჩვენ პრეს კონფერენციაზე დავრჩით იმ დღესთან რომ პირველი საათი იყო დაწყებული რომ გამოვედით და ფუძონაში ლიეტუველები ისხდნენ აშკარად დასვენები ვიყვნენ და ნუ ძალიან მეგობრულად მივედით უთხარით რომ წარმატებებს გისურვებთ იმიტომ რომ შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ ვერ იქნებითო და ზოგადად წარმატები უსურვოთ და ჩვენო ერთ კვირაში განახებთ რომ რას ნიშნავს ლიეტური ფეხბურთი ხა ლიეტური კალათბურთი გამიგია ძალიან პატრიოტიზმ და მაგრად მევასება მაგრამ ლიეტური ფეხბურთი ნახდათ არ გამიგია და ნუ აგერ აღმოჩნდა რომ არსებობს თან საკმაოდ მშვენიერ დონეზე ყოველ შემთხვევაში ჩვენთან შედარებით და მეორე ლიეტური შეგვისრულეს ხო კონფერენცია გაინახდა და ნელ-ნელა რომ წავიდეთ გულშემატკივრების თემაზეც უბრალოდ
იცი რა არის? ნუ ჯერ იბერიაზე გადავიდეთ გულშემატკივრების სისტემაზე ბოლოს ვილაპარაკოთ. იბერიაზე დადებით კონტექსტში უნდა ვისაუბროთ, იმედი არსებობს და მაშინ ტორპედოზე და იმაზე ვისაუბროთ, გორის დილაზე. ლანძღობი დავყაროთ და ლანძღობი კი არა, უბრალოდ რისი თქვა მინდა, იცი? იმდენად ჩუმად და მშვიდად გამოვარდით აზერბაიჯანულ და კვიპროსულ გუნდებთან, რომ აი პრეტენზიაც არ არსებობს, ყველას მიავიწყდა რა. და ის ზირა რომელმაც პაიდესთან გავა 6-0 რო წააგო ტორპედოსთან. ტორპედომ რომ წააგო 6-0 ზირასთან. მეხუთე გუნდი აზერბაიჯანს. ხო, 6-0 წააგო ორი მატჩი ჯამში. არავის იმედი არ ქონია და პრეტენზიაც არ ქონია მე მგონი რომ ზირას არ გაუმართლა ტორპედოს. ზირა არ დაგავიწყეთ რომ შემთხვევით მოხდა მანდ, თორე იდეაში ტორპედო განთესილი უნდა ყოფილიყო. ზირას ფეხბურთელები პაპუნაშვილი და ვოლკოვი მე მგონი თბილისიდან ჩაიყვანეს რომ თამაში გვაქვს. შებულებიდან დააბრუნეს ფეხბურთელები, გადაუარა ტორპედოს და 6-0 მოგვიგო. ეხლა მაინც ტორპედო მე ვფიქრობ ხელმძღვანელობამ უნდა დაფიქრდეს რომ ნახე. ორი კვირის წინ ეს მოხდა და შეხვედრა რო არის. ნუ ბექა ეგეთი რაღაცებს საქართველოში იმდენად disclose-და რომ ვერაზოს ვერ გავიგებთ იქ რა მოხდა. აი გულშემატკივრების და ხელმძღვანელობის შეხვედრაზე. ვიცით რა მოხდა? განიხილეს რაღაც ხო? იყო მე მგონი უკვე. თუ შევასწავლე. დღეს არის? ხო, არ ვიცი, შეიძლება ნახოთ, გავიგოთ. უბრალოდ იმას ვამბობ რომ ის ზირა პაიდესთან გამოვარდა. ჩვენ თუ იმაზეც არ გვაქვს პრეტენზია რომ პაიდეს მოუგოთ ზირასთან ეგრე წავაგოთ, ნუ რავი, გორის დილაზე არც მაქვს საუბარი. სამარიოს გუნდთან წააგო და აქ განადგურდა. ყველაზე სამარიოს გუნდა გაძლო, თორე იქ გამოვარდებოდა. კერესელიძე რო არა? კერესელიძე რო არის გამოვარდებოდა. ნუ გორის დილაზე ობიექტურად სუსტი გუნდი იყო რა. ხო, თან სტელი შეეცვალა. გორის დილაზე თქვა, გორის დილამ გაუშვა ფეხბურთელები თავის კლასიკური გეგმა შეასრულა და ეს ახალი შევსება არ გამოდგა ისეთი, რაც სტაბილურად აქ ხოლმე და გუნდი ვერ დავადა და იმას სახე მოტეხეს კაპიტანს ამ ნახეთ ეგ ლაივში თამაშზე. ხო, მოკლედ ბევრი რაღაც არ დაალაგდა, გუნდში არეულობა იყო, მწვრთნელების ცვლილება იყო და არც არ იმის პრეტენზია, რომ ყველა მიცის გორი როგორ მუშაობს და უბრალოდ ეს არის რაღაცა ის ჩავარდნა, როცა ვერ მიიღეს შესაბამისი შევსება, მაგრამ ძალიან კაი ფეხბურთელები თამაშობენ. მე მაგალითად მათს ვინადირებდი საქართველოს ჩემპიონატის წამყვანი გუნდი რო იყო. ქართველ ფეხბურთელებზე? კი. მეტისაშვილი თუ გინდას კერესელიძე იგივე. ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და შეიძლება პოზიტივების ამოკრეფა გორიდანაც. და ტორპედო, აი გორი ყველა მიცით როგორ მუშაობს რა. ტორპედო როგორ მუშაობს არავინ არ ვიცი. არა, დინამოს ყველა მიცით როგორ მუშაობს, რომ პირველ რიგში ფინანსური თვალსაზრისით არ არიან ძლიერი გუნდები, ხო? ანუ არც ისეთ საოპერაციო სახარჯად აქვს დიდი თანხა და არც ტრანსფერებისთვის ძირითადად აკადემია, გამომუშავება, გადათამაშება და რომანა რასაც ჩაძდებს ფულს ფიფია. ნუ ამის ტრიალი მიდის, ხო? გორშიც ჩამოიყვანე აფრიკიდან ფეხბურთელი, რაღაცა შედეგი დადე, გაყიდე უცხოეთში და ანუ ეს მოდელები რაღაცას ცნობენ. ტორპედო არის ყველაზე ამოუხსნელი кейსი. მიუხედავად იმისა, რომ ტორპედოს პრეზიდენტი საუბრობს ყველაზე მეტს და დადის ყველგან, რასაც ბუნებრივია მივესალმებით. კი. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ის არც სიტყვა არ მართლდება ჯერჯერობით. ეგ არის, ხო? იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, ჩვენ ვართ ჩემპიონატი, სადაც გუნდების მთავარი პრობლემა არის არსებობა და ფული. ტორპედო არის გუნდი, რომელსაც სეზონში 17 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტი. 17 მილიონი ლარი ბიუჯეტი. აი, რო გავაკეთოთ ის ბინდარიან ხა ევროპა და კონფერენცია და იმას. რავი, რამდენ გუნდს ექნება თქვენი აზრით? ევროპა ლიგას და კონფერენს ლიგას არც მიახტებ, ეხა ბოდოგლიმტი აიღე მარტო რომელსაც არა, მაგაზე არ გეუბნები, მაგას შეიძლება ქონდეს. ბოდოგლიმტი ბოლო პერიოდში. არ მე რას გეუბნები? ბევრად მეტი აქვს და 7 მილიონზე? აი, შესარჩევებში რა გუნდები ვიცი, ხო, ვიცი. აი, თქვენი აზრით რამდენ პროცენტზე მე არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, რომ სადღაც 80%-ზე მეტი ბიუჯეტი შეიძლება ქონდეს. რა თქმა უნდა ექნება, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა მაგას თქვა. ტორპედო ფინანსურად რო ძლიერ გუნდი, ამას თვითონ ხელმძღვანელობას ადასტურებს. უბრალოდ მან დარი მუშაობის პრინციპები, მან დარი შეცდომები, რომელიც დაშვებულია, მან დარი ტრანსფერები, აი ნოდარ ლომინაძე რომ მოიყვანეს, ეხა გავარდნის მერე. აი გაგულახენ უკვე. ხო, ანუ არათან ნოდარ ლომინაძე დინამოზე რო უნახეთ ამას წინა თამაშს რო ესწრებოდა, ვიღაცა არ ვიცი რომელიმე ჯერ გიგვერდით, კითხე რომ აქ ხო არ მოდის თქო და არაო, იმიტომ რომ სხვა ოფერები არის. ტორპედოში მოვიდა, ნუ რა აზრი აქვს აწი ახლა. ტორპედო წარმატებები მე საქართველოს ჩემპიონატში ტორპედოს ჩემპიონობას წურავ, იმიტომ რომ დასავლური გუნდია მაინც და რახან კოლხეთი არ არის, ტორპედოს გულშემატკივრობ, მაგრამ ნუ რავი ახლა ნოდარ ლომინაძე გაძლიერება 3 თვით ადრე რო გაძლიერებულ ვერა, იმიტომ რომ ნოდარ ლომინაძეს იქ სეზონი ჰქონდა.
ეგ არის მთავარი პრობლემა. თუ ეგ არის პრობლემა, მაშინ ისე უნდა გადავაწყოთ ეს ჩვენი ჩემპიონატი ისე, რომ ზაფხულში კი არ ვითამაშოთ, როგორც ევროპული გუნდები თამაშობენ. ანუ რაღაცა უნდა შეიცვალოს. გასაგებია, რომ სავარაუდოდ ამ გადაცემაზე ვისაუბრებთ ერთი წლის მერე და შედეგი შეიძლება იგივე იყოს. უბრალოდ, რავი, შეცდომებზე არ სწავლობს მხოლოდ სულელი და ეს შეცდომები ხდება უკვე, რა ვიცი, 15 წელია, ხო? თელმა მსოფლიო მითამაშა ამ ევროტურნირზე ჩვენ გარდა. და მადლობა ღმერთს, რომ ეხლა ახლოს ვართ უბრალოდ, რავი, არ დავთარსოთო და ხმას არ ვიღებ ზედმეტს რა. მე მგონია, რომ ტორპედო და დინამო არის გუნდები, სადაც წვნელში არაა პრობლემა. აი მე ტორპედოს შემთხვევაში მეც წვნელს ვერ ვაბრალებ და მოკალით. მე მგონია, რომ აი შუსტერის პრობლემა მანდა არის, ჩემი აზრით, პრობლემა პირველ რიგში ფეხბურთელებში, პირველ რიგში გასახდელში და ზოგადად მათ დამოკიდებულებაში ფეხბურთის მიმართ. ეხლა გარედან ასე ჩანს, შეიძლება იქ ვინმე ეწყინოს ეს სიტყვები, რომ რაღაც არასწორად, მაგრამ გარედან და იმიდან გამომდინარე, რაც მოედანზე ხდება, რომ იქ რაღაცა ყოველთვის რაღაცა აკლია რა გუნდს, ყოველთვის რაღაცა აკლია. ეს ალბათ დამოუკიდებულებიდან შეიძლება ცუდი ატმოსფერო არის გუნდში, ან გასახდელში ვერ არის ისეთი ქიმია არა გუნდს საერთოდ, ქიმია არ აქვს. ეგ ალბათ ურთიერთობების და დამოუკიდებულების ბრალია. არ ამგონია მწვრთნელის ბრალი იყოს. ტორპედო ისე შეხვდა ბექა ევროტურნირებს, რომ არც ქიმია იყო, იქ არც ფიზიკა იყო და არც არაფერი არ იყო. 6-0 უშანსო. თავის როგორ შეხვდნენ იცი? აი თვითონაც იცოდნენ, რომ აი მაინც წავაგებთ დამოკიდებულება ხო, პირველივე თამაშიდან. პირველი თამაშის პირველივე წუთიდან. ან სამწუხარო არის, რომ აი პირველი თამაშია, როცა ესეთ მნიშვნელოვანი თამაშია, გაქვს დიდი ამბიცია, პრეტენზია და პირიქით აწვევი იმას, რომ არა მე უნდა ვიყო საუკეთესო გუნდი, მე ამას გავაკეთებ და შენ საუკეთესო ფეხბურთელს მე 60 წუთზე ვცვლი ამ პირველ თამაშში. ანუ ადამიანი რომელიც მოიყვანე და დიდი იმედები დაამყარე 60 წუთზე შეცვალეს და მე რაღა უნდა გააკეთოს გუნდ. ეგ ხომ უნდა იყოს ის განსხვავება ფეხბურთში, შენს და მოწინააღმდეგე გუნდში. ანუ შენ თავის განსხვავება გაიყვანე და სკამზე დასვი. ანუ ეგ მაგასაც ანალიზი ჭირდება, ეგ ფეხბურთელის დამოკიდებულების ბრალია, თუ მწვრთნელი ვერ ურჩევს სწორ პოზიციას, თუ გუნდში რაღაცა არ აკმაყოფილებს და ამას სხვანაირად ვერ გამოხატავს, მოკლედ ადამიანური მენეჯმენტის პრობლემაა პირველ რიგში ძალიან დიდი. ფსიქოლოგი მაგიტომ გიასეზაზის რუსთავი რო კარგად თამაშობს ფეხბურთელს რო ესაუბრები რუსთავისაც აი უხარია რა კაი დადებითი ემოციები აქვს სულ განწყობილია იმისთვის რომ კარგად ითამაშოს გამოვიდეს მოედანზე და ვიარ მინახავს რომ რაღაც ყურჩამოყრილები ყოფილიყო არა სულ ხოძე არიან და დიდი მუხტარია ალბათ ფსიქოლოგი მაგას უშვება და ამათაც სჭირდებათ მაგრამ ზოგს მიუღებლობა აქვს რა ფსიქოლოგის აი მე ვიცი ბევრი ისეთი ფეხბურთელისგან რომელზეც სტრეს ნაკრებშიც არის რომ აი ფსიქოლოგთან ვერ დავჯდები ხო და ეგეც გამოსამუშავებელია რა და ამ ყველაფერსაც შეეხება ხო აქედან გამომდინარე იმდენი ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ რომ ერთი ხუთ რაღაცაზე ხო ვისაუბრეთ რაც თანმიმდევრულად არასწორად კეთდება და კიდე რამდენია რომ არასწორად აკეთებენ და ფეხბურთში ასეთ რაღაცას ამდენჯერ არასწორად რო აკეთებ შეუძლებელია რომ წარმატებას მიაღწიო და ფეხბურთმა არ დაგსაჯოს და არ გაგანადგუროს რა ოკეი, გადაცემის შუაში კიდევ ერთხელ გხავთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხივი, ვისაც არ ყავართ გამოწერილი და ეგეთი ბევრია სამწუხაროდ 55%-მდე დაახლოებით მაყურებლებისა. შესაბამისად, სულ ერთი წამის საქმეა და გთხოვთ რომ subscribe ღილაკს დააჭერთ. კარგი, იბერიაზე ვისაუბროთ, იბერიას რამდენიმე სიტყვით კი შევეხეთ, თუმცა პერსპექტივა ყოველ შემთხვევაში ევროტურნირზე გასვლის ამ მომენტისთვის შენარჩუნებოდი მხოლოდ იბერიას აქვს. ეს თემა რაც დარჩენილი გვაქვს ხარა. და იმედი იბერიაზე საანგარიზდება ჩემი აზრით წნეხი უკვე გაზრდილია სავარაუდოდ ხო უკვე დაიწყო საუბრები რომ სუსტ გუნდს ხდება უეჭველად უნდა გამოვაგდოს მოდი დავიწყოთ სტატისტიკით რომ 5 ჯერ შევხვდით ჩილო ირლანდიურ გუნდს და 5-ჯერ გადავლახეთ ეგ ბარიერი ერთადერთი იყო ეს სუდია ისტორიის დაწერის სუნი მცემს და ერთადერთი იყო ლიმფილდი, რომელსაც ორი თამაშის ჯამში მოუგეთ და ვერ გაველი, ხო? დინამო რო შეხვდა, ხო? ხო, დინამო ლიმფილდი იყო. საჯის სკანდალის გამო, რომელიც რეალურად არ მოუსყიდეთ. კაცმა ვერ გაიგო მოისყიდეს თუ არა, კაცი. თვითონაც ვერ გაიგო მოისყიდეს თუ არა. ამან ეს სახინგლეშიო ზონა რა გავაკეთო და კონვერტიო კი მომცესო, მაგრამ იქ რა იყო მე არ ვიცოდი.
ხო, იბერიაზე რო ვთქვა, ხდება ჩრდილო ირლანდიის ჩემპიონს, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონატი სულ რამდენიმე წლის წინ გახდა პროფესიონალური საერთოდ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში იყო მოყვარულთა ჩემპიონატი. ბოლოს ლარნი ცვერნა ზვეზდასთან წააგო 9-0 ორი მატჩის ჯამში. კარში ვერ დაარტყა, ვერც ერთ შეხვედრაში და აქეთ 27 ჯერ დაურტყეს კარის ჩარჩოში მარტო მომენტებზე აღარაფერს ვამბობ და ეს ბუნებრივია გვაძლევს იმის იმედს და თქმის შესაძლებლობას, რომ იბერია არის ფავორიტი. იცი რა, იბერიაზე პრინციპში მწვრთნელი იბერიამ შეცვალა და მაგაზე ჩვენ ვისაუბრეთ გემახსოვრებად. უბრალოდ მე მგონი რთულია რომ დემჩენკოს არ დავუფასოთ რაღაცა სამუშაო, იმიტომ რომ სლოვანი, რომელიც ეხა მაგალითად ჟალგირისისგან განსხვავებით გუნდია რა, ბევრად უფრო გამოცდილი მწვრთნელი, ჩემპიონთა ლიგა ითამაშა და აი მაგაში ბევრად უფრო გამოცდილი მწვრთნელი არა. ხო, მაგრამ ეხა რაც უნდა იყოს ბექა ისეთი ისტორიით მოდის იაია ტურე როგორც ფეხბურთელიც. ეგ ეხმარება ისეთ ხალხთან აქ ნამუშევარი, სურო პირდაპირ ჩააცვან კოსტუმი და მწვრთნელი იყავიო უთხრა, შეიძლება უკეთი იმ მწვრთნელს ვიდრე ჟალგირისის მწვრთნელმა, ხო ხვდები რა და. მაგიტომ ამბობ ამას, თორე სტატისტიკით გასაგებია რომ იაია ტურე დამწყებია. აქაურ შეხვედრაში, თბილისურ შეხვედრაში კი წავაგეთ, მაგრამ აი აქ გამოჩნდა ძალიან კარგად ერთი რო გამოცდილი გუნდია სლოვანი და მეორე არ გამართლებას იყო, ხო, ორი გოლი გაგვიუქმდა, რაც არ უნდა იყოს და იქ ბრატისლავაში ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა იბერიამ, უბრალოდ ეხა 2-0 მიდიდა და აკამბექეო რთულია რა. სიხარულიშვილი თამაშობს ძალიან კარგად. პლეი და ეგ არის დემჩენკოს მიგნება. ხო, რომელიც სუსკამზე იჯდა, ჩვენ ხო ახლა იბერიის თამაშებზე დავიჯდა კი რა და იბერია 2-დან ამოწიეს. ხო, დებიუტი ქონდა კონფერენს ლიგის ჩემპიონთა ლიგის პირველ წრეში. და ძალიან მაგარი თამაშობს, უგოლები გააქვს. და კაი გოლი შეაქვს. მან ნახე ისევ სტატისტიკა რომ მოვშველოთ რა, ერთ-ერთი გუნდი იყო. მოკლედ 92 წლიდან რაც არის ჩემპიონთა ლიგა, ერთ-ერთი გუნდი იყო იუნაიტედი, რომელმაც სახს წააგო ბურთიანი სხვაობი და შემდეგ ეტაპზე გავიდა. PSG-სთან. ხო, ეგ წელსაც ხო ვთქვით სეზონში. ხო და სხვადასხვა ეხა საინტერესო რაღაც დაფიქსირე. ნუ შესაბამისად ეს სტატისტიკა გვემაგრებს ზურგს, რომ იბერია ვერ დააკამბექებდა, ასე ვთქვათ. გარდა იმისა, რომ კლუბის დონე, გამოცდილება და ეგ ყველაფერი ვაგოთ, მაგრამ სხვადასხვა ეხა მოხდა საინტერესო სამბურთიანი წააგო ორჰუსმა სახში. მაგარი თამაში იყო ძალიან. მაგას უყურე ლეხთან. ორჰუსმა სახში წააგო 3-0 ლეხთან და გავიდა შემდეგ ეტაპზე პოლონეთში მოიგო 4-1. აი, ორბურთიანი არ ყოფილა, უფრო დიდები ყოფილა. არა, ნუ ბარსას ახლა 4-0 აქ დაკამბექებული პარის სენ-ჟერმენთან ლიგაზე. სახში არ წაუგია თქო, სახში მარცხის ანუ გასვლაზე რომ მოიგო გუნდმა. ანუ გასვლაზე რომ აქ აი სლოვანი რომ გაგვეგდო ეხლა ჩვენ მაგალითად. გასვლაზე რომ აქ ხელა სხვაობა დააკამბექა, ეგეთი არასდროს არ ყოფილა. იუნაიტედი იყო PSG-სთან და მე რამე ჩავხედე და ნუ სიმართლე გითხრათ პლეი-ოფებში არ მახსენდება და ვეც ვნახე მაგდენი სტატისტიკა რომ, მაგრამ ეგეც აღსანიშნავი ფაქტია რომ ორჰუსმა ესეთ რაღაცა შეძლო. და ვისთან, ნუ 3-0 მარცხის შემდეგ სახში. ანუ ქართულ გუნდებს უფრო ისეთი მაგალითები შეემატა, რომ როგორ არ უნდა ითამაშო და როგორ უნდა ითამაშო, ფსიქოლოგიურად როგორ უნდა მოემზადო, განწყობა როგორ უნდა კონდეს და ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია თუ სწორად მიუდგები. რაც შეეხება იბერიას, დემჩენკომ ნამდვილად შეცვალა თამაში, გამოასწორა ბევრი ასპექტი, განსაკუთრებით ნუ ეხა ის დაემართა ფლორასთან მაინც, მაგრამ ფიზიკური გუნდი იყო ორი სხვადასხვა რაღაც გუნდი იყო, როგორც პირველ და მეორე ტაიმში. პირველ ტაიმში გამოდიოდა იბერია შიდა ჩემპიონატში და ფლორასთან თამაშის, რომ პირველ ტაიმს ატარებდა ძალიან ინტენსიურად, მაღალ ტემპში, ქმნიდა ბევრ მომენტებს, ძირითადად გოლიც გაქონდა პირველ ტაიმში და მეორე ტაიმში გამოდიოდა აბსოლუტურად სხვა გუნდი, რომელსაც შეეძლო წამს წაეგოთ ნებისმიერი ანგარიშთან თამაში. ეგ ცოტა შეცვალა და დემჩენკო სხვა შორის იმაზე ფლორასთან თამაშის დროს თქვა, რომ აიო მენტალიტეტშო მაგრა გვიჭისო, იმიტომ რომ როცა ასე კისერში გვაქვს დაჭერილიო ხელიო მეტოქისთვის, ის უნდა დავახშოთო რა. მაგას არ უნდა მივცეთო იმის საშუალება, რომ იქიდან გამოგვიძრეს და რაღაც მომენტები შეგვიქმნას. ეგ მეტნაკლებად იგზნობა ხასიათში გუნდის, რომ ეგ შეცვლია და ბევრად უფრო თავისუფლად თამაშობენ და მაგიტომ ვთქვი, რომ შედარებით იბერიამ დაიწყო ფეხბურთის თამაში რა. ეგ ყველაზე დიდი პრობლემა მაინცაც უნდა იყოს, რომ ეს ფიზიკური მომზადება ძალიან უკანარი იმ დონესთან, რაც ჭირდება მინიმუმ რო ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშო. მაგრამ ამან არის კონტურები, რომ შეიძლება კომბინაციები ჩანს, ტრანზიშენი ჩანს, რომ სწრაფად გადადიან შეტევაში, კონცეტრირებაზე სხვანაირად თამაშობენ.
აი მაგალითად ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა მოუმატა დემჩეკოსკაში განსაკუთრებით ნაჭყებიამ და ბედოშვილმაც მოუმატა სიხარულაშვილი საერთოდ აღმოჩენა არის და ძალიან როგორც იცი ძალიან მარტივ ფეხბურთს თამაშობს, ლაღ ფეხბურთს თამაშობს და მისი გოლები რო შეხედა ერთი შეხებით ეხა სწორ პოზიციაზე გახსნა, ჩარმენემ სწორად აკეთებს, აქაც რო გაათანა ანგარიში კარგად შეისწორა ბურთი და კაი დატყვა ჰქონდა. მოკლედ რაღაცეები იგრძნობა. მაგრამ ნუ სიღმე არის პირველ რიგში უდიდესი პრობლემა იბერიის, რომ სიღმე არ აქვს შემადგენლობაში და ფიზიკაში ფლანგებზე დაცვის პირველ რიგში. ფიზიკას ეგურტავს, დემჩეკო კი თქვა რომ მეორე გარდა იმისა რომ სოფულიო წავიდა მეორე კაი ფეხბურთელი მყავს, რომ კუცია უკრაინის ჩემპიონატში მარჯვენა და მარცხენა ცვალას თამაშობდა და პლუს კობულაძეც მყავს, რომელსაც შეუძლია იგივე აი როგორი ნათქვამი იყო რომ დაგვამშვიდა რომ არაო მე ამ პოზიციებზე პრობლემა არ მაქვს. დადიანი შესანიშნავად გამოიყურება ბაქარ ქარდავას კარგად სტაბილურად რა თამაშას თამაშობს იმ დონეს არ აგდებს და მაგით ასე ვთქვათ გამოირჩევა. აქვს იბერიას პოტენციალი, მით უმეტეს იმის ფონზე რომ დარწმუნებული ვარ ლარნი ზუსტად იგივენაირად თუ არა ძალიან მიახლოებულად დამასწრებოდა სლოვანთან რა თამაშებიც ვნახეთ მათგან რაც არ გააკეთა იბერიამ. სხვადასხვა აი დინამოსგან განსხვავებით ამ ქართულმა სხვა გუნდებმა წაგება მაინც იციან, ეგაა პრობლემა რა. ანუ აი ვინ რა უნდა თქვა სლოვანთან წააგეს ორი მატჩის ჯამში 3-1. ხო. თან იბრძოლეს მომენტები ქონდა, ორი გაუქმებული გოლი ქონდა. აი დინამო აი სამაგალითო დაგებს რომ აი როგორ არ უნდა წააგო ფეხბურთი. აი სამ TikTok-ზეც ძალიან ბევრი უცხოური page-ისგან შემხვდა რა რომ წააგეს ისე, რომ აი აღსანიშნავია ერთი და მეორე კომენტარებში რო შეხვდა მე როგორ დასაცინია რა. ელემენტარული ფლეშკორი რო ჩამოგესკოლა 42 თამაში იყო და ყველგან ადეკვატური ანგარიში ეწერა ამის გარდა. ხო, მეკარე არ ყავდათ ჩამოყვანილიო TikTok-ზე ვიღაცის კომენტარი იყო და მეკარე დინამოს უნდა რომ ყავს ისეთი ხო, ეხლა ლეგენდა ქართული ფეხბურთის ლორია, მაგრამ მართლა სამარცხინოდ წააგო. რო არ მოვშორდეთ იბერიას თემას და რო ვთქვათ ფეხბურთელებზე ვინც ახსენე ბექა ბართიშვილი ვახსენოთ ბართიშვილი იცი რა ბართიშვილი ძალიან კაია მაგრამ ეხა გამოსვლა იმასთან რა სლოვანთან გასული თამაში ზედმეტად ჩემი გადმოსახედით ბევრ მომენტში ზედმეტად აიღო თავის თავზე არა უფრო ზედმეტად ათრია ბურთი იმიტომ რომ იყო რაღაც მომენტები რომ აი შეიძლებოდა ორ მომენტში დაახლოებით როდესაც მარჯვენა მხრიდან წამოიღო და შემდეგ ორი ის ეინდე და მეორე არ მახსოვს ვინ იყო ან ეინდე რომელიც ახალი დაიმატეს ეხსნებოდნენ ცარიელ სივრცეში და არ გაუკეთა პასი მაინც ორ კაცის მოტყუებაზე წავიდა ეს ალბათ და მაგაზე მისცა კიდეც მე მგონი დადიანმა შენიშნა ხო ვიღაცა უთხრა რომ მალე გაეციოთ რა ქართულად ისმოდა გამოცდილების ეგ არის გამოცდილების და ასაკის მე უბრალოდ რისი თქმა მინდოდა იცი ბართიშვილზე მას შემდეგ რაც დემჩენკო მოვიდა ბართიშვილის პოზიციაც ცოტა უფრო დააპდეიტებულია რა ხო იმიტომ რომ გუგან ერგაძესთან ბართიშვილი უფრო ჯერთი თავიდანვე გეხსოვებათ რომ სათამაშო დრო არ ქონდა რაღაცა გაუგებრობა იყო თითქოს მე წასვლაზე დაიწერა მე პეტრიაშვილზე რომ ნახეთ გახსოვს იქ რაღაცა საუბრები იყო რომ შეიძლება წავიდეს და ასე შემდეგ დემჩენკომ რაც შეცვალა არის რომ ვინგერი ამ იბერიაში არის ნაჭყებია ანუ მარცხენა ვინგერი სადაც იდეაში ჩვენ გვეგონა რომ ბართიშვილი უფრო მოიაზრებოდა და საპასუხოდ ბართიშვილი არის უფრო 10-იანზე მე სიმართლე რომ ამის წინამდე მარჯვენა მცველად თამაშობდა კი სებში გუგან ერგაძეს კი უბრალოდ მე ამის წინამდე საერთოდ არ ვარ იმიტომ რომ ჯერთი ყველა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ხა მარცხენა ვინგერი არ უნდა იყოს ხო ხვიჩას ძმა ჩაკვედაძე ესე იყო კარიერის დასაწყისში გემახსოვრებათ ეხა ბართიშვილიც ანუ მოათიანო სტილი რო კონდეს ბართიშვილს საომავლო პერსპექტივაში ეგ მომწონს პლუს ამას გამოსდა რომ აი პასის კულტურა მოსამართლებელი ხო და ნუ ეგ გამოცდილება რაც არის ეგ ხომ არა ჩვენ აღვნიშნოთ მაინც ხო იბერიას უპირატესობა კიდევ ერთი არის ის რომ პირველ თამაშს გასვლაზე თამაშობს და რა ვიცი ღმერთ მარკნას რო იქ რაღაცა 7-2 წააგოს მაგალითად მაგრამ მეორე თამაშს სახში იქნება და ეგეც ბუნებრივია დამატებითი უპირატესობა თვითონაც ახლა თვითონ გუნძე რო ვთქვა რა სოციალში აშკარად ბევრ რესურს მოიხმარს რომ გულშემატკივარი მაქსიმალურად მოიყვანოს თამაშზე გასაგებია რომ უჭირს ვერ ხვდები რა 22 წელია ისეთ რაღაცა არ მომხდარა და ისტორიული მატჩის დამსწრე შეიძლება გახდეს. აი კიდე მეტი რა мотиваცია უნდა გქონდეს იმისთვის რომ მიხვიდე მაგ თამაშზე და დაესწრო გასაკუთრებით თორსა განმეორებით თამაშია და შენ მოედანზე წდება და შენ მოედანზე უნდა იზეიმო ეს ნანატრი 22 წლიანი რაღაცა
დავთავრება რომ ჩაძაღლება ქვია ზუსტად რომ გავიდეს გუნდი ევროთასზე და გულშემატკივარზე იმის თქმა ამაზე მეტი мотиваცია ჩემი აზრით გულშემატკივარს ვერაფერი ვერ ექნება და ჩათვალეთ რომ ლიგის ფინალს თამაშობს იბერია რა. ჩათვალე რომ საბერძნეთთან თამაში რაც იყო ეგაა რა. საკლუბო დონეზე. ხო, გულშემატკივარზე იმის თქმა მინდოდა რომ დინამო თბილისზე განსაკუთრებით ერთი ის რომ კომენტარები იყო რომ აი როგორ გაბედა ქეცბაიამ იქამდე, ქეცბაია ყველა პრეს კონფერენციაზე ამბობდა რომ აი მოდით სტადიონზე. და იქეთკენ მიდის ყველაფერი რომ აი გულშემატკივარი წერს რომ როგორ გაბედა ქეცბაიამ რომ სტადიონზე მოსვლისკენ მოგვიწოდა. ეს ერთი. მეორე არის ის რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ფეხბურთის სიყვარულზე, ფეხბურთის სიყვარული ჩემი გადმოსახედიდან არის ის, რაც გააკეთა რაც ნახეთ ჩვენ ვილნიუსში, 3-0 წააგო გუნდმა გასვლაზე და მეორე თამაში 5000-იანი სტადიონი იყო სავსე. გულზე ხელი დაიდოს ახლა თითოეულმა მაყურებელმა და ისეთმა ხალხმა, ვინც ასე თუ ისე ფეხბურთის მაყურებლებს იცნობს, 3-0 წაიგო დინამოს პირველი თამაში ჟალგირისთან, რამდენი ადამიანი მივიდოდა განმეორებით თამაშზე კამბექის იმედ. მე გეტყვით 200 შენება არ მისულიყო ბეკ. თესავი არიან მაგდენი ფეხბურთელი. ხო და მაგდენი შენება არ მისულიყო ზაფხულია რა გასულია. მანდა განსხვავება მაინც არის რა. ის ალბათ უფრო პატარა ბუნის გუნდია და რაღაც. ხო, მაგრამ ეს დინამოა. ხო, მაგრამ თბილისი ხო მაგრამ აქ უკვე მე მგონი რაღაც ისაა სამეჯნი აქვს ამ დინამოს იგივე იდენტობა რაც ჰქონდა საბჭოთა დროს. მაშინ სხვა იდენტობა ჰქონდა ხო? ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში. ხო, მაგრამ დინამო ყველაზე მეტად უყვართ. ხო, აი მაგრამ საქართველოსთან გაიგივებული თემაა რა, მაგიტომ ამბობ რა. ის მაინც მოყვება ის. ნუ უყვარს ხო, ახლა ვიღაცას შეიძლება გითხო ქუჩაში რომ გაჩერო რო ეტყვი ახლა დინამო გიყვარს თუ არა, ახლა არ მიყვარს თუ არა, არ გეტყვის, მაგრამ სტადიონზე არ დადის ხო? მე ვიცი ერთი კაცი ვინც გეტყვის არ მიყვარს. ჯუბა ამბობდა რომ მე როგორც კოლხეთის ფანი არ მევასება თბილისის დინამოს. ხო, ნუ ვისაუბრ. ნუ უმრავლესობა ხო გეტყვის რომ ეგ ისე რაღაცა სამშობლო გიყვარს თუ არა, არ მიყვარს ხო არ გეტყვის, მაგრამ სტადიონზე ხო არ დადის რა. რას ვამბობ, იცი, 2 დღეა კომენტარებში ვხედავ ხალხის კომენტარებს, რომელიც იმუქრება რომ მე სტადიონზე არ მივალ და ეს არის ხალხი, ვინც მაინც არ დადის სტადიონზე. არც ყოფილა. ანუ მე რას ვამბობ, იცი, თუ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ვართ საფეხბურთო ქვეყანა, მაშინ ვერავინ ვერ დამარწმუნებს ახლა მე იმაში, რომ მოლდოვის ჩემპიონატში, ან პოლონეთის მეორე ჩემპიონატში, ან იგივე ლიეტუვის ჩემპიონატში იმაზე მაღალი ხარისხია, რაც მაგალითად საქართველოს ჩემპიონატში. უბრალოდ ჩვენ ფეხბურთი კი არ გვიყვარს რეზი, ჩვენ გვიყვარს წარმატება. წარმატება გვიყვარს ყველა ბალახის ჰოკეიში ქართული გუნდი რო კარგი გაიჩნდოს, ბალახის ჰოკეის ამის მაგალითი არის ტოჩინოშინი. სუმოზე რო ლაპარაკობდა მთელი საქართველო, ხო? მორჩა ტოჩინოშინი წავიდა ეს ჰაიპი, წავიდა მისი პრაიმი, კაცშული არ ლაპარაკობს იმაზე. ლადო ნაცრუშვილის გარდა, ხო? ლოგიკურია ხა სპორტია მაინც რა, რაც არ უნდა შეხედო, ვიღაცებს შეიძლება უფრო მეტია ვიდრე სპორტი. ფეხბურთი, მაგრამ მაინც სპორტია და სპორტში წარმატებას აქვს მნიშვნელობა. სულ რო აგებ ნუ мотиваციას კარგავს ხალხის რა. ნუ არ ვიცი, ანუ მაგაში ვერ დაგეთანხმები. ბოლო 2 დღე მაგაზე საუბარი მიწევს. არა, იმაში გეთანხმები რომ შეიძლება ვიღაცები ფოლტმაქცები არიან რა და ახლა წერენ რომ არა, ჩვენ ფეხი არ იქნება სტადიონზე როცა ისედაც არ იყო, მათი ფეხი, მაგრამ ეგ სხვა კატეგორია, მაგრამ ზოგადად ის რომ ბევრისთვის ფეხბურთი მარტო სპორტია, რომელშიც იგებ თუ აგებ, ამას აქვს რა მნიშვნელობა. არა, ეგ გასაგებია, მაგრამ სხვადასხვა აი ჩემი გამოხმაურება იყო რომ ამდენი ადამიანი ვინც ეხა ქეცბაიას ლაძღავს მაგის მეათედი სტადიონზე რომ მისულიყავით ეგეთი ფაქტი შეიძლება არ დამდგარიყო და ვიღაცებს ეს ძალიან ეწყინა შენ გულშემატკივრები განაცხადა კლუბის მაგივრად და ბევრისთვის მომიწია ამის ახსნა და გიხა გეტყვით ის ახსნა მომიწია რა გავიგეთ რომ ფედერაციის ბალიცაა იმისთვის რომ ასეთი სტილის ჩემპიონატი გვაქვს ზოგადად რომელიც 10 გუნდი რომელსაც აი დაფინანსებით ძლივს აღწევენ სეზონის ბოლომდე და რაღაცა ეგ ოკეი გავიგეთ რომ შედეგები ძალიან ცუდია და მით უმეტეს შედეგებს კიდევ უფრო ის ამძაფრებს რომ კატასტროფულად ცუდი შედეგი დგება ან წაგების ფორმა არის საშინელება რა გავიგეთ რომ ვიღაცების მენეჯმენტში პრობლემები აქვს ყველაფერი გასაგებია 80% კლუბების და მე ჩემს წარმოდგენაში 80% ის რაც დგას რეალობა ქართული საკლუბო ფეხბურთის არის კლუბების და მათ შორის ფედერაციის ბრალიც იმიტომ რომ ეს დაფინანსებით ყველაფერი მაგრამ მეორე მხარესაც ვხედავ რომ ეს დაფინანსება რო არსებობდეს საქართველოს ფეხბურთში არ არის საერთოდ იმდენი ფული რომ ამ კლუბებმა თავი ირჩინონ და ელემენტარული ნახევარ სეზონი ჩაატარონ რა ის როგორც კარგი არის, ისევე ცუდი არის დაფინანსება. რაც შეეხება გულშემატკივრის პერსპექტივას რატო ვამბობ, რომ სადმე გინახავთ ქართული გუნდი, რომელმაც სამართლმო წააგო თამაში და რაიმე წნეხი ქონია?
ანუ არ არსებობს ეგეთი გუნდი, ხო? ანუ დინამოს ფეხბურთელები და სიტყვაზე ვთქვათ, ტორპედოს ფეხბურთელები გამოვლენ ჩაულებრივად და გააგრძელებენ თამაში, იმიტომ რომ მაგათ გულშემატკივრის წნეხი არ აქვს. მაგათმა იციან, რომ ძალიან სულ იმ ფაქტს საერთოდ ვერ მიზნები, რაც მამუჩაშვილის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ რაღაცა იციან, რომ მომდევნო თამაშზე თუნდაც ეროვნულ ლიგაში რომ გამოვლენ, სავსე სტადიონი არ დახვდებათ ბანერებით, რომ თქვენ სამარცხვინოები ხართ და ანუ შეურაცხყოფაზე არ გულისხმობ, რომ სამარცხვინოები ხართ, შეგვარცხინეთ. ხო, ნუ კლასიკური ფორმა როგორც უნდა აპროტესტებდეს გულშემატკივარი. გულშემატკივარი არ ხართ. ანუ რაღაც ანუ ის რომ რაღაცა სიცხვილის გზნობა ნამუსმა შეაწუხოს მოედანზე რომ გამოდის და ელემენტარული ისე კი არ გაიძგიმოს რომ თავდახრილი იყოს მინიმუმ რაღაც პერიოდი. ეგ გულშემატკივარის ბრალიცაა და მეორე მხრივ გულშემატკივარის ბრალი ასე სასახად ვერ ვიტყვი გავიგეთ რომ კომფორტს არ გვიქმნის საფეხბურთო გარემოს იმის რომ ფეხბურთზე ვიაროთ, მაგრამ მან სხვანაირად პოზიციონირდება კიდე წარმოიდგინე რომ ქართულ გუნდს თუ აქ იმის ფუფუნება თითო თამაში ყავდა სიტყვაზე ვთქვათ 5000 გულშემატკივარი მაგ შემთხვევაში მე უფრო მაინტერესებს როგორც რეკლამის განმათავსებელს რომ მინიმუმ 5000 ადამიანი ნახავს ჩემ რეკლამას და რაღაცა აზრი აქვს ჩემ საქმეს. ტელევიზიებს რო თხოვენ გადაღებას, აი რო ვიცი რომ 10000 კაცია თამაშზე, მე შემიძლია იქ რაღაცა რეკლამა განმათავსო, რაღაცა დამატებით აქტივობა გავაკეთო, ელემენტარული რაღაცა სივრცე მოვაწყო, ლუდის სივრცე მოეწყოს, ან რაღაცა მოეწყოს. ანუ მათაც უნდა ჰქონდეს რაღაც мотиваცია იმის რომ რაღაცა გააკეთო. მე რო ვიცი რომ სავსე მაგ სტადიონი დარწმუნებული ვარ რომ არც ერთი ქართული ტელევიზია არ დაფიქრდება რომ სავსე სტადიონიანი ჩემპიონატი იყიდოს, აი დასწრებაზე იქნება მინდა იყოს. რა ბექა ევროტურნირებზე ხო იყიდეს. ხო და ნახე, ხო და შეხედე ეგ იმდენი გამოცდილება ემატება ერთმანეთს და იმდენი სწორად გადადგმული ნაბიჯია, კულტურა ყალიბდება, რატო მე ზაღმად ვარ დარწმუნებული საბერძნეთთან იმიტომ გავედით რომ იმ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი სწორად გავაკეთეთ საფეხბურთო, დაჟე გულშემატკივარიც ჩვენს ანუ ვაგარაცდომები რაღაცები, მაგრამ ძალიან ესე დინჯად თანმიმდევრულად გააზრებულად მივყავოდით. იქ საფეხბურთო ნაწილში ძალიან ორგანიზებული იყო ყველაფერი, ფედერაციის ნაწილში ახალი სიმღერები დაიწერა, რაღაც დაიწერა, ეგ ძალიან მოქმედებს. აი ქვეყანაში შეიქმნა ისტორიული გარემო შეიქმნა, საფეხბურთო გარემო შეიქმნა სხვანაირი. ეგ საფეხბურთო გარემო არ არსებობს, გავიგეთ რომ იქ პირადი ინტერესებია და რაღაცა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ აი მე ჯერა რომ იმ შემთხვევაში თუ რაღაც გულშემატკივრებით ჩვენს რაღაც სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ იმ პროტესტსაც სწორად გამოვხატავთ და ფეხბურთელებს შეუქმნით იმის კომფორტს პირველ რიგში რომ ხალხიან სტადიონზე ითამაშოს და იმის დისკომფორტს რომ წნეხი კონდეს რომ ამ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით ითამაშოს. მე ეს უკვე დროთა განმავლობაში მგონია რომ სხვანაირად დაისახება და როდესაც რაღაც მე ძალიან ჯერა რომ გვარდიოლას აქვს ნათქვამი რომ ფეხბურთს უღალატებო ის აუცილებლად იღალატებს რომ მე ფეხბურთში მაგ ვიდგომი ძალიან ჯერა მოკლედ. ხო არა ის საკლუბო ფანკულტურა ხო არ არის საქართველოში. არ არის რა თქმა უნდა. ნუ მაგრამ ხო და ეგეც აყალიბებს მაგ საფეხბურთო ფანკულტურას შენ რო იცი რომ ხო ნუ რა ვიცი შენ შეგიძლია უფრო მეტი 35 წელი და მოკიდებლები ვართ არ იყო. ეხლა უცებ შეიქნება მაგრამ მაგას არა გავიგე რა. მესმის რომ შეიძლება შენ უყურება რაღაც მეორე გზით რომ აი გულშემატკივარმა თავის უნდა გადალახოს ყველაფერი და მივიდეს რა ყველაფრის მიუხედავად რომ იქ კომფორტი არ დახტება ეს არ დახტოს შეიძლება წაგება დახტოს და შეიძლება სამარცხვინო წაგება დახტოს ხო საშინელება ნახოს მაგის გადალახოს მაგრამ ეს უფრო რთულია ამის მხრიდან ვიდრე ეს შეიძლება იყოს რაღაც 10% და 90% არის სხვაგან პრობლემა ხო რომელიც რომელსაც ეს გულშემატკივარი უყურებს რომ მე აი 20 წელია ერთმანეთზე სულ წაგებებს ხედავ ხო აი დინამოს მაგალითი რო ზაფხულში ხო ზაფხულში ხედავ ერთმანეთზე სულ წაგებებს და იმიტომ რომ შემოდგომიდან გაზაფხულამდე საერთოდ არ მინახავს ვინა ანუ ჩემი პრობლემა რა არის იცი რომ დღეს გავიგეთ რომ ვაკრიტიკებ და აუცილებლად გასაკრიტიკებელია და სხვა ქვეყანაში ჩვენთან კიდე არაა ეგრე ჟურნალისტი გულშემატკივარი და რავი ალბათ სტადიონიდან დაეწვათ აი თუნდაც ჩვენ აზვეზდა რო წაიგო ლარნთან გადაბუგავდნენ იქაურობას ანუ ძალიან წნეხის ქვეშ ამყოფებდნენ რა ეგაა და ეს წნეხი რო არ არის შენც უფრო კარგი მაგრამ ეგ სხვანაირადაა მოწყობილი რა გუნდი უფრო არის რაღაც ქალაქის რაღაც ნაწილის გუნდი უგნის იქ არ არის ეგეთი დინამო არა დინამოსნაირი გუნდები ძალიან ცოტაა იქ ხო რაღაც ეროვნული მნიშვნელობის გუნდები ხო და თუნდაც გურია სავსე იყო გურიას თამაშზე ლონდონში არის 200 გუნდი ალბათ ხო იქ ყველა რაღაც ქუჩას თავისი გუნდი ყავს რომელსაც იქ თავისი პონტი აქვს რა და თავისი გასაა შენ ეგეთი ისინი არ გაქვს რა მე მგონია რომ დინამოს წარმატების მიღწევა დინამო არენაზე არც ძალიან გაუჭირდება იმიტომ რომ
აი რეკონსტრუქცია იწყება ხა საერთოდ წელვერტ ხო, წეღან მკითხულობ. ხო, ამ ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ მაინც ძალიან რაც უნდა ამდენი კაცი უნდა იყოს, რომ ეგ სტადიონი სავსე იყოს რა. სავსე არ იქო. ხო. აი არ ვიცი, ძალიან რთული. აი ხა ეს მაინც საქართველოს რო იყო კოვიდის დროს 30-40% ხო იყო დაშვებული. ძალიან იყო სტადიონი. ხო, კიდევ ერთი რაღაცა, რასაც პრინციპში ჩაწერაზე ვამბობდით, თქვათ გადაცემაშიც დინამოს მარცხის შემდეგ ერთი რო კეცბაიას კომენტარი არ გვინახავს. ხო, აი ეგეც არა. მეორე რო არც ერთი, ანუ ნახე. აი იმას საერთოდ ჟალგირიშვილს ნორმა არც კი მინახავს როგორც წავიდა. ხო, ხელი შემართება. ხო და ანუ ნახე გუნდში როდესაც რაღაც ცუდა ნებისმიერ კომპანია ხა ქართული კლუბიც და ნებისმიერის არის შეპესე ხო შეპესე თბილისის დინამოა ეგ და როდესაც რაღაცა მარცხი არა მე ვამბობ ოფიციალურ იურიდიულ ენაზე ქართული კლუბი არის შეპესე ნებისმიერი ტორპედოც დინამოც და ყველა ზრუნული პასუხისმგებლობის არა იმიტომ კი როგორ არა არ მუნიციპალიტეტების ბალანსზე არის დაგიგუგლავ და განახებ მაგას რომ შეპესეა ორგანიზაცია ხო არა ორგანიზაცია ხო ანუ როდესაც მარცხი ხდება რაღაც შეცდომა ხო ვიღაცის პასუხისმგებლობა ხო ან ეხა ჩვენ რას ვფიქრობთ ქეცბაიას უბრალოდ თუ ფეხბურთელებს ეგ მეორე საკითხია უშუალოდ კლუბი ვისაბრალებს ამას მე ვამბობ რომ ვიღაცა ჩემი აზრით უნდა გამოვიდეს კონტაქტზე 222000 გამომწერი ყავს დინამო თბილისის იმაზე რა ქვია Facebook-ზე და რაღაც ინფორმაცია უნდა გაჟღერა ან ბოდიში უნდა მოიხადოს ან უნდა თქვას რომ იცი რა მწნელია ცუდია მწელს უშვებთ ან ფეხბურთოს უნდა აი ამის ბრალი იყო ყველაფერი და ამ ფეხბურთო ანუ კომუნიკაცია ჩემს აზრით უნდა შედგეს და კომუნიკაცია უნდა შედგეს და კრიტიკის ამტანობა უნდა გამოიმუშაოს უკვე დრო არის ბევრი ის რა ქვია მაგას ბევრი მართველისგან და პრეზიდენტისგან გაუგია აი რა ვქნათ ხალხი არ მოდის სტადიონზე და რა გავაკეთოთ შენ რა გააკეთე იმისთვის რომ ხალხი მოვიდეს ხო და მაგიტომ ამბობ რომ ეს ორი პრობლემაა და რომელიღაცა ხარე უნდა გადადგას მე ვფიქრობ ჩემი გადმოსახედიდან გულშემატკივარი თუ გადადგამს ამ ნაბის უფრო მეტი ლეგიტიმურობა იქნება რომ ბევრი რაღაცა მოითხოვოს უფრო და უფრო მეტად წნეხში ამყოფოს კლუბი. მე მაგნაწილს ვამბობ. ხო, ანუ ზოგადად თანამედროვე ფეხბურთში ჩემი გადმოსახედიდან სიხარულის და პროტესტის გამოიხატება მოედანზე რა. ამას ვაწვევი მე და ნახე მე მოედანზე არ მივალ, იმიტომ რომ იქ საშინელება დამხდება. მე ხა შეიძლება მე ავადმყოფურად მიყვარს ფეხბურთი და სხვანაირად უყურებ და მესმის რეზი შენასწავლება ვიღაცისთვის ეგ არის მხოლოდ მოგება და წაგება და თუ აგებ მე არ მინდევხარ და თუ იგებ მინდევხარ თემა არა და ჩემი გადმოსახედიდან თუ მე რაღაც ძალიან არ მომწონს მაგალითად მივალ სტადიონს და სტადიონზე გავაპროტესტებ. ნუ ყველას თავისებური შეხედულება აქვს. კაი, წავედით ნელ-ნელა მე მგონი ბოლოსკენ თუ დაგვრჩა რამე სათქმელი ევროპული ფეხბურთი კვლავ გვერდზე გვაქვს ჯერჯერობით გადადებული სანამ ანუ მე ის დავამატებ რომ არ შეიძლება ქართული ფეხბურთი გვაინტერესებდეს თუ ნამდვილად გული შევტკივა წელიწადში 2 კვირა. მაგას ვამბობ. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. დარწმუნებული ვარ იმ ადამიანების მინიმუმ 50%-მა საერთოდ არ იცოდნენ კვარაცხელიას გარდა იქ ვინ თამაშობდა. რა თქმა უნდა, კი. და ნუ კვარაცხელია და კეცბაია იცოდნენ და აი დინამო და წლის განმავლობაში რა გაიარა გუნდმა რა პრობლემა ჰქონდა, რატო არის კეცბაია და რატო არ არის წინამწვრთნელი, ან რა შეიცვალა. ეგეთებით რაც უფრო მეტად დავინტერესდებით მასობრივად, ვისაც გვინდა რომ ქართული ფეხბურთი წინ წავიდეს. ეგეც კი რაღაც მინიმალური ბიძგია, იმიტომ რომ ძალიან დიდი გარღვევა გვაქვს ნაკრების შევსებაში. თუ ისევ ამ ეროვნულ ლიგაში არ წამოვიდა ვიღაც ფეხბურთელები, გავიგეთ რომ კვარაცხელია ბართიშვილი მოდის, მაგრამ სამი შემტევი ერთი და იგივე პოზიციაზე მარცხენა ვინგერებით ხო არ გავსებს, სადაც არის გოთესკამს. ისევ ეროვნულმა ლიგამ უნდა მოხდეს ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთვის საამაყოები იყვნენ და გაგვიყვანეს ევროპის ჩემპიონატზე და ეს ნანატრის სიხარული გვაჩუქეს. შესაბამისად, უბრალოდ ორხრივი ძალიან დიდი მხარე ვისა წინაღობა არის მესმის, რომ ესეც ერთი მხარეც ვერ ააკარგათ, მეორე მხარეც ნაწყენია, მაგრამ როგორმე რომელიღაც მხარე უნდა დაიძრას და ჩემი აზრით გულშემატკივრის მხარე რომ დაიძრას, ბევრად უფრო მუხტიანი იქნება, ბევრად უფრო მომთხოვნი იქნება და ბევრად უფრო ბევრ დისკომფორტ შეუქმნის ქართული კლუბების ხელმძღვანელობას, რომ ადგენენ, გაინძრნენ და რაღაც გადატეხა შეიტანონ თავის საქმიანობაში. ხო, გულშემატკივარმა რომ ეგნაბიჯი გადადგას, კარგი იქნება და ნუ მეორე მხრივ ხელმძღვანელობებს რაც შეეხება, უმჯობესია რომ ერთი ლეგიონერით ნაკლები ჩამოიყვანოს ხელმძღვანელობამ და ეგ თანხა რა ვიცი რამდენია ხა ერთი ლეგიონერის გროს ხელფასი და მისი ბინისკირა და ასე შემდეგ, რამდენი არ ვიცი შეიძლება 100,000 ლარი წელიწადში, ეგ ჯობია რომ ერთი ლეგიონერით ნაკლები ჩამოიყვანო და მიმართო ეგ ფინანსები პირველ რიგში იქითკენ რომ რაღაცა ქიმია გაგიჩნდეს ახალ გულშემატკივრებთან და
გულშემატკივარს გაუჩნდეს იმის პირველ რიგში ინტერესი, რომ აი თურმე დღეს დინამო ეთამაშება ტყიბულის მეშახტეს და მოდი ხო არ მივიდე სტადიონზე რა. იმიტომ რომ დამიჯერეთ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ დღეს არის თამაში და ნუ ორშაბათს 3 საათზე რო ნიშნავთ თამაშებს და კლუბი ამას რო არ აპროტესტებს, ეგ კიდე ცალკე პრობლემაა. მაგაზე პოდკასტშიც გვისაუბრია, ბლოგშიც გვისაუბრია და თუ მსგავსი პრობლემებიდან არ დავიწყებთ მოგვარებას, დამიჯერეთ რომ 7-2 მონაგონი იქნება და კიდევ დაწერენ ბევრი გუნდები ღმერთმა არქნას რომ კიდევ ერთხელ ლარნს დავაწერინოთ ისტორია. წარმატებები კიდევ ერთხელ მობ იბერიას, ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს რომ იბერია რაღაცებს აკეთებს სწორად, რასაც ბუნებრივია მივესალმებით, რასაც არასწორად აკეთებს, ამასაც ვაჟღერებთ შეძლების დაგვარად და თქვენ კი გულშემატკივრებს უპირველეს ყოვლისა მოგიწოდებთ იმას რომ მოხვიდეთ სტადიონზე 11 აგვისტოს არის განმეორებითი თამაში 4 აგვისტოს 23 საათზე Silk Universal-ზე იქნება პირველი თამაში და მეორე თამაში მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე. წეცვა იქნება ბილეთებზე, როგორც იმედია გადამყიდველებს ვნახავთ მესხთან რა. ხო, კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ თუ იბერია გაივლის ლანს, მინიმუმ ინახდებს კონფერენს ლიგის ჯგუფს და ევროპის ლიგის პლეი-ოფს, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სახვეწარი და საოცნებო გქონდა. დავიმშვიდობოთ ნელ-ნელა მაყურებელს, კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და სანამ იმედია რომ კარგ ხასიათზე ვიქნებით და სანამ პრინციპში ევროპული საკლუბო ფეხბურთი დაიწყება, მანამდე ერთი ტრანსფერების შეჯამებები ან რაღაცა შეიძლება რომ ჩავწეროთ. მოკლედ დროებით.